დილამშვიდობის ახალხო. მოვედი სამსახურში. ბაბუშკავას აუზმე და ჩაეძინა საყვარელი. ახლა უნდა დავალაგო. ხედა? მიფიქრე თან მივალტყვი ხარ, ჩემი ხმა რამდენად ის. თან არ მინდა რომ ბებონქა ვახვიცო. იტალიელებს აქვს სხვანაირი ასწავლების მეთოდი საწვავის ჩვენ ქართველები რო ასწავლეთ ხოლმე ჩვენ სახლში საქართველოში ეგრე არ ასწავლებენ. აქ ცოტა სიღრმისეულად უდგებია. ცოტა ძალიან სიღრმისეულად. შეკეცო, შემოკეცო, თან ლამაზად ალაგებია. როგორ ამელაგებინა ის ჩემებურად ავალაგე რა და მე შვილი სულ ასწორებდა ხოლმე ბებიასაწოლს და მე ჩარუქირით ავიღეთ უკვე ბინა ჩემი დედამთილი რომ მოვიდა რომ ვაწყობდით რაღაცა ვეჭი ტანსაცმელი ისის თეთრეული რო გადავაკარი ისო რო ალაგებდა და აი ანახეო ესეო ლამაზია უსი კონვერტი ძალიან ლამაზია რა იმის მერე სულ მასე ვასწორებ ძალიან ისე შევს ხართ ჩემი გამო მინდა რომ ცოტა მეც მხედავდეთ ახლა საუს სამყარო გამონაკვეთი მაგრამ ესეც უნდა შეიკიცოს ყველავარია ჩანსი ამდენად ჩანს რომ ეს ამოწევენ ესე პრაცულა ან გამოდის მაგრამ გადასაფარებაზე თუ გამოჩნდება განახეთ ძალიან ლამაზად აკეთებენ ძალიან და სხვათა შორის რო იყვნენ ხოლმე რომ იტალიელები ძალიან ბინძური ხალხიაო და რაღაც არაფერი შემიშავე ბინძურები არიან ბინძურებიც არა უფრო მოხუცები რომლებსაც უკვე გაჭირვილი აქვთ არციან რა როგორანაირად თორე საოცარი დიასახლისები არიან იტალიელი ქალები არიან საოცარი დიასახლისები საოცარი ძალიან სუფთები ხელმარჯვეები შეიძლება ქართველმა ქალმა ყოველდღე სახლი არ დაალაგოს მაგრამ გამორიცხულია იტალიელმა ყოველდღე სახლი არ დაალაგოს გამორიცხულია სახლში ვერ შეხვალ სადაც დაუშვათ სუნია და რაღაცა ხარს არ არსებია გამორიცხულია სადაც დაუშვათ 24 საათიანში შედიან ხოლმე ხო გოგოები სამუშაოდ იქ ხო იმიტომ რომ მისი შვილები იქ არ ცხოვრობენ და ბადანთან უნდა დაალაგოს შეიძლება სახლი მაგითო ხარდეს ან იყოს ცოტა ესეთი უსუფთავობა. მე გამოდიან ხოლმე ძალიან ბევრი ის გამომისმენია, რომ ეს ბინძურები და ისინი და შენ არ ცხოვრობ. რო დაალაგე ბინძური არაფერი არ იქნება. თავიდან მეც ესეთი შთაბეჭდილება მქონდა ბინძურები ხო. Poi vedo il vestito là? Ah? Il mio vestito là? Tuo vestito? Il mio vestito là? Sì, tutto là. Aggiusto letto e vengo subito. Quello così, quello nuovo. Tutto là, bella. Tutto lo devo mettere, devo cambiare. Sì, e aggiusto letto e vengo subito. Va bene, bella? ჩაძინებული იყო ბაბუშა ახლა დაეღუცა ჩემი თავსაც
წვილი იქ არის. მაგრამ არ იცი რა სიტყვის სულ ჟანქები აცვიან. ცოტა რთული ხასიათი აქვს ბებოს იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა იქ დაავადება ვახსენო, რაც ჭირს. იმიტომ რომ მაინც არ ვიცი. მაგრამ ძალიან კაი ადამიანია. ძალიან შვილები ხო საერთოდ. იდგებიან ისე როგორც ოჯახის წევრს. იდგებიან ისე როგორც ოჯახის წევრს. და არა დაუშვათ როგორც მუშაობს. ერთი წამით არ გაგრძნობინები, რომ შენ ხარ ბადანტე. და ყოველთვის, როცა სამსახურს ვიწყებ, ყოველთვის ვეუბნები, რომ შევხედო თქვენ მიგებით როგორც ბადანტეს, მე არ ვერ გავჩერდებით, რომ გასაუბრებაზე რომ მიგდებათ რა. გასაუბრებაზე რომ მიხვალთ ხოლმე. თქვენს ხელშია ყველაფერი. პირველი გასაუბრება წვიტავს თქვენს დამოკიდებულებას სამსახურისადმი. და თქვენ დამოკიდებულებას ასევე. ყოველთვის უთხარით, რომ მე რომ თქვენთან უნდა ვიმუშაო, ვიყოთ მე გობრულად, არამედ მე მომიგე როგორც ბადანტე და ზემოდან მიყურო. შენ მე უნდა ვიყო დაუშვათ დედა შენთან. ხო? ეს ნამდვილს ვაშავს. თქვენს ხელშია ყველაფერი, ვინც პირველ გასაუბრებას გადიხართ. და არ ასაუბროთ არავითარ შემთხვევაში დამსაქმებელი. დამსაქმებელი ყოველთვის თავისთვის მოსარგებლე სიტუაციებში გადაწყვეტავს ყველაფერს. ხო, ყველაფერზე თავს დაუკრავს და მე შენი ჭრიდები, გაიგე? და ეს არის ძალიან ცუდი. შეიძლება თქვა რომ ეს ნერვოზია აქვს და კეცებზე და იმაზეა გადასული. მაგრამ მე არა. თავად უნდა მოგწონდეს შენი გაკეთება. აბსოლუტურად ყველაფერი. Fuori a fare tutta la notte d'usciore e a quel punto saluto anche Matteo Bassetti del Ritrovato, buongiorno a Letizia Moratti, Forza Italia, buongiorno a Paolo Guardo, Consiglio Democratico, e dicevo, si scherza però, Bassetti quanti ne fa una selezione tanti chi resiste la notte al freddo con un termos, allora noi gli diamo il medico che fa. No, sono situazioni di così inaccettabili che vanno ben oltre al problema di cui soffre la sanità in questo momento in Italia. Vedere persone di quell'età che passano la notte crescendo. ეხლა ბაბუშკამ ჩართო ხმა მაღალზე ძალიან ტელევიზორი და მე გავაკეთე რომ დავალაგო. ხალხო. შეიძლება ვინმეს რომ რართული სამსახურიც ეს არის ხო, სადაც მე ვმუშაობ და რა არისო რთულიო და ისო და ესო, მაგრამ როდესაც სახლში ყავს სამი შვილი და ბავშვები არიან აჟიტირებული, ხშირ შემთხვევაში იმას ტელეფონი უნდა, იმას ის უნდა, ამას ეს უნდა. მოდი ხარ სამსახურში და როდესაც ყავს მოხუცი ისეთი, რომელსაც დღეში 100 ჯერ ეცვლება ხასიათი და სახლში შეიძლება ტონს აუმაღლო. დაიყვირო რაღაცა ბავშვებს შენიშვნა მიცე და სამსახურში როცა ხარ ფლება არა გაქვს. უბრალოდ ფლება უნდა იყო მშვიდი.
უნდა იყო ტკბილი სულ იცი რა ძნელია შე შემთხვევაში ეს არის თამაში იმიტომ რომ არავის არ გვაქვს ახლა ჩვენ ნერვები იმ მდგომარეობაში რომ ვიღიმოთ რაღაცა ხო დავუშვათ ადამიანი რაღაცაში ცდება გინდა უთხრა რომ არა ეს ასე არ არის იცი ეს ესეა მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ეტყვი მოხუც რომელსაც არის ის რაღაცაში რომ ჩაიციკლება უნდა უთხრა რომ კი ესეა სამწუხაროდ ასე რომ ვინც მიგრანტებს ლანძღავთ ხოლმე მინდა გითხრათ რომ ძალიან ცდებით და ძალიან დიდ დანაშაულს ჩადიხართ ხდებიან პატარა ბავშვებად. მოხუც. როგორც ეს, გუშინ მაგალითად თეკუნისთვის მომიტანა რაღაცები მისმა შვილმა. ჩასაცმელი რა. ხოდა ეს ყველაფერი უჩემიაო, ხელი არ მოკიდაო. რა თქმა უნდა დავტოვე ხლა ხელს ხო არ მოვკიდები და ხო არ წავიღებთ. ხოდა მე შულს ვიტყვამს თეკლასთვის რომ ისო დედიკო რატო არ წაიღო რა ეს დასაცმელებიო რაც მოვიტანე შენთვისო და არ ვიცი თეკლას ვიტყვამს მე გასული ვიყავი ან როცა ცოტახანი გავდივარ ხოლმე ანუ თუნას ვაჭამოვან რაღაც თეკლას ტოვებ ხოლმე აქ ხოდა დღეს დილით დამირეკა მის მოგოგომ რომ ქეთიო რატო არ წაიღეო რაც მოგიტანეო და უთხარ რომ გუშინ მეთქი შევატყე რომ ბებო მეთქი ცოტა ის იყო თქო აჯიტატა როგორ გითხრა ნერვიულებული რა და რა თქმა უნდა ხელს არ მოვკიდებ თქო რო შევატყობ ბებოს ან დაავიწყდება ან რაღაც მსგავსი მეუთხარი მე წავიდებ თქო ხოდა ხო ბებიაო ესო დედაჩემიო ძალიან ის არისო ეჭვიანიო რა ძალიან თბილი შვილები ყავთ აი ერთი წამით ვერაფერს ვერ იტყვი რა ხოდა მაგრამ ვიცი რომ ეგ პარკიო ხოდა თეკლას გამოუტანია სახში ეს ყველაფერი და მე არ ვიცოდი მე ისე მეგონა რომ აქ იყო ხოდა ახლა დილით ძალიან კარგი ხასიათზე იყო ვასაუზმე რაღაცა იყო ძალიან შვიდად და აი ეს ვიდეოს ვაწევდი რომ დამიზახა დილით საწოლსო ვასწორებდი წერან ისო სად არის ჩემი დასაცმელიო ბებომა ხონა მე მეთქი ბებო არ ვიცი თქვა დატოვე და არ არის ხო ხო არ ეტყობიო თეკლას მეთქი სახში წავუყია მაგას როგორ ვეტყვი როცა იცი რომ ადამიანს ასეთი უნდა ხასიათი ურთულდება რა ხონა ისო გამომიტანეო მიდიო და გამომიცვალო მომეორდება ხოდა ბებო მეთქი დივანზე დავტოვე და არ იყო თქო და როგორ ჩანს მეთქი შენი შვილი რომ მოვიდა თქო გადაადგილა თქო რა ხოდა ცოტა გაგაზებულია ბებო არ მელაპარაკება არის ანერვიულებული მოდი მეთქი შენ შვილს დავურეკოთ თქო და მკითხოთ მეთქი სად არის ეს ყველაფერი თქო და არ დარეკობო არავისთან ხანა გამოვერიდე ახლა ისე ვალაგებ იქნებ დააწყდეს
რა ვიწყდება ეს რაღაცებს არ ვიწყებს ბებო. შეიძლება ბევრი რამე დაავიწყდეს, მაგრამ ეს არ ავიწყდება. ხა იმ დღეს მაგალითად წარბებზე რომ ვიყავი წასული, ის თქო ახსოვდა რომ წარბზე მივდიოდი, მე რომ მოვედი, მითხრა რომ თავის ბიჭი რომ მოვიდა, რომ ნახევათ მას შეუჭრიაო ჩემზე. ხო და არა მეთქით, მაგრამ თქო წარბი თქო. ცოტა ხანში კიდე თქო. ნახევათ მაგრამ შეუჭრიაო ხდებაო. მაშინ დახარჯაო 250 ევრო. რა მითხრა წარბი რა დაჭდა უთხარი 250 თქო, პირველად იხდი 150 და მე 100. ხო მე აქ ერთი გოგო კიდე მუშაობს იტალიელი და ესე მითხრა ესეთიო ამან თუ რამე ჩაიდო თავშიო აზრი არ აქვს რა შესწორებასო ხო და ისეთი როგორ გითხრათ ფსიქოლოგიურად სამართავი სამსახური არის ხდები არ უნდა შეგეშალოს არაფერი რამეს რო გეტყვის უნდა უთხრა რომ კი მოწუხაროთ დედა მოდენ ისათა ყოველ დღე ისოთახი არ დამეკვია ვიცი ხანდა აქ რა ხდება აქაც მოდი ცოტა გამოვგავოთ და საკერავი მანქანა მქონია როგორც ჩანს ბაბუშკა კერავდა რაღაცებს ეს ბაბა მუშაობდა საბავშვო ბაღში და უყვარს ძალიან ბავშვები ოთუნა რომ მოვიყვანეს სულ ეფერებოდა და ეხლა სულ მეკითხება ხოლმე რა ბავშვს აჭამე? ბავშვი მეჭამია? სულ მეკითხება და ოთუნა ივეცებს გვიან, იმიტომ რომ იძინებს გვიან სამწუხაროდ. ჯერ კიდევ ვერ მართავ იმას რომ ბავშვი თავის დროზე დავაძინო. იმიტომ რომ მე ვიდეოს ადრე დაძინება ოთუნა პირდაპირ ისტერიკებში მივარდება როგორია ეგრევე ხო და მყავს მიშვებული აი ბაღში რომ შევიყვან ფიქრობ ვერ დალეგდება ყველაფერი რა ნელა დაიღლება გარეთ გახავს ხოლმე საბუკას ასე ირნებს მე როდესაც სამსახურში ვარ საბა მეხმარება ძალიან ნაკლოფას აი ძალიან მეტი ვარ შეიძლება ხოდა ხალხება არ არის ადვილი რა ეგრე არ არის თაყაოში რომ მამული გაყაო ხოდა რომ მიდიხართ ხოლმე და ძალიან დავუშვათ TikTok-ზე ხდება ძალიან ბევრი TikTok-ებს რომ აგინებენ ხოლმე ემიგრანტ გოგოებს რაღაც თავისუფალ დროს როგორც კი გამონახავენ ხოლმე ეს გოგოები გამოდიან და გეკონტაქტებიან თქვენ ეს კი არა დააკნინო და კი არა დაცინო და კი არა აგინო პირიქით ადამიანს უნდა კომუნიკაცია თავის ხალხთან და ამას უნდა აფასებდეთ. რავი სხვანაირად როგორ გითხრათ. ეხა პოლი მაქვს გამოსაწმენთ.
მე რა მოქვს გასაკეთებელი. ფანჯრები უნდა დავწმინდო დღეს. ну ერთი სიტყვით ესეთი ამბებია რა. პატივი ეცით ყველა ემიგრანტს. თუმცა ძალიან რთულ გზას გადის ყველა. აბსოლუტურად. თუნდაც სხვა ცუდი საქმისთვის იყოს აქ ჩამოსული, ისიც კი რთულ გზას გადის. ასე რომ გაკოცეთ ძალიან ბევრები. პაკა-პაკა.